Dubais samiti ეძლევა ძალიან კარგ შეასრულებას ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით განვიხილავთ რა თქმა უნდა პოლიტიკურ საკითხებსაც და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ამ ფორმატში ეკონომიკურ თანამშრომლობას. ინტერესი საქართველოს მიმართ რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი. ასეთი დისკუსიების დროს საქართველოს შესახებ საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა არაერთი მიმართვა ღონისძიების მონაწილეების მიმართ და ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბრეთ საქართველოს როლზე რეგიონში, საქართველოს როლზე გლობალურად. საქართველოს თელი მიმზიდველობა ზუსტად ევროკავშირთან აი ამ პრივილეგირებულ ურთიერთობებშია. საქართველო იმიტომ აინტერესებდა მაგალითად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. იმიტომ აინტერესებს არაბულ სამყაროს, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. როგორც კი საქართველო კარგავს აქტუალურობას ევროკავშირის ბაზარზე, ევროკავშირთან ურთიერთობაში კარგავს სტატუსს, კარგავს თავისუფალ ვაჭრობას, მაშინვე ქრება მისდამი ის სპეციფიური სტრატეგიული ინტერესი, რომელიც არსებობდა. შესაძლებლობა მქონდა მესაუბრა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და იმ როლზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ასრულებს რეგიონული და მსოფლიო ეკონომიკური კონტაქტების განვითარებაში. მე ჩემს გამოსვლაში ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმე მოქალაქეებზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარებას, ასევე ვისაუბრე ციფრული მმართველობის სტრატეგიაზე და იმ მნიშვნელოვან ინსტიტუციურ რეფორმებზე, რომლებიც ხორციელდება საქართველოში. მთავარი ფუნქცია არის სატრანზიტო ქვეყანა. ჩვენ უნდა დავაკავშიროთ ერთმანეთთან აღმოსავლეთი და დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი, თუმცა იმის გათვალისწინებით თუ რამდენად უარყოფით დონეზე არის საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები, პირდაპირ არის დაკნინებული ჩვენი გეოპოლიტიკური ფუნქცია, ამას ემატება შუადღეფნის სამხრეთული განშტოება, სომხეთზე გამავალი და შესაბამისად მთელი ის გეოპოლიტიკური უპირატესობა და კონკურენტული უპირატესობა, რომელიც ჩვენ გვქონდა, ძალიან მალე იქნება მკვეთრად შემცირებული.